ახლა რატო დასრულდა ომის ეს ფაზა ასე? მე წინა ეპიზოდებში ვახსენე, რომ მთავარი мотиваცია ორივე მხარისთვის იყო, რომ ერთმანეთისთვის გამოეფიტათ საჰაერო თავდაცვითი სისტემები, რომ შემდგომი სარაკეტო საჰაერო ავიადარტყმები ყოფილიყო უფრო და უფრო ეფექტური და პროდუქტული. ისრაელს ბუნებრივია არ გამოელია თავდასხმითი შესაძლებლობები, რესურსები, მაგრამ მისი ასე ვთქვათ მინუსი იყო აი თავდაცვითი სისტემების დეფიციტი. ისრაელი არ არის შეჩვეული მსგავსი მასშტაბის, მსგავსი ასე ვთქვათ ინტენსიური და ხანგრძლივადიანი ომების წარმოებას. მისი მთავარი ასე ვთქვათ კონფლიქტები წარმოებდა ნახევრად ორგანიზაციულ დაჯგუფებებთან საკმაოდ მწირი შესაძლებლობებით და მისი თავდაცვითი სისტემები შემოისაზღვრებოდა მხოლოდ ცნობილი რკინის გუმბათით, რომელიც არ არის რეალურად გათვლილი ბალისტიკურ რაკეტებზე, ის არის მარტივი რაღაცა ნახევრად ხელნაკეთი რაკეტებზე გამიზნულ მათ ჩამოსაგდებად და ბოლოს, ასე ვთქვათ, დონალდ ტრამპმაც ახსენა, მოდი ეს ჩავთავ ამ ვიდეოსაც. Israel got hit very hard, especially the last couple of days. Israel was hit really hard. Those ballistic missiles, boy, they took out a lot of buildings. აქ დონალდ ტრამპი იძახის, რომ ბოლო დღეებში უკვე საკმაოდ კრიტიკულ ნიშნულს მიუახლოვდა ისრაელის თავდაცვითი სისტემების შესაძლებლობები, რომ ირანის ბალისტიკური რაკეტები უფრო და უფრო ეფექტური ხდებოდნენ და ის ზიანი, რასაც ისრაელი იღებდა, კონკრეტულად ორი მსხვილი ქალაქი თელ-ავივი და ჰაიფა, ამ ზიანის მიღების შესაძლებლობა უკვე ისრაელს აღარ ქონდა, ამიტომ აუცილებელი იყო გარკვეულწილად ცეცხლის შეწყვეტა და რეალურად ისრაელმა შეერთებული შტატების გავლით, ხოლო შეერთებულმა შტატებმა ყატარის მოდერაციით მოითხოვა ეს გარკვეულწილად ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც არ არის რაღაცა ფორმალური გარიგება ან რაღაცა ხელმოწერილი დოკუმენტი, ეს არის უბრალოდ რაღაც სიტყვიერი ნახევრად შეთანხმება, უბრალოდ დონალდ ტრამპმა მედიის საშუალებით გაავრცელა, რომ ცეცხლის შეწყვეტა მოხდა, რომლის შესახებაც ინფორმაცია ირანულ მხარეს არ ქონდა, მაგრამ რადგან ასე ვთქვათ ისრაელი დაითანხმეს, რომ აღარ ესროდა ირანს, ირანი სამ შემთხვევაში დათანხმდა ამ ცეცხლის შეწყვეტას ამ ეტაპზე.